რამზან კადიროვზე რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის მმართველზე მინდა ვთქვა. ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩეჩნეთის ფარგლებში ის ასე ვთქვათ, შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს და რასაც უნდა იმას აკეთებს, აქვს საკუთარი თვითმფრინავიც, არც ფურიაკლი, არც ფუფუნება მოკეთ არაფერი. მე მაინც ვიტყოდი, რომ ნამდვილად არ არის მისი მდგომარეობა შესაშური. დავიწყოთ იქიდან, რომ მამამისი აჰმედ კადიროვი იბრძოდა რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ჩეჩნეთში. და თუმცა შემდეგ გადავიდა რუსეთის მხარეს. ამის მიუხედავად ის ააფეთქეს 2000-იანების წელი ნამდვილად არ მახსოვს ზუსტად 2000-იანების დასაწყისში. მე მახსოვს ეს ამბავი, რუსეთში ვიყავი მოსკოვში სამკურნალოდ მაშინ. განყოფილებაში ვუყურე ტელევიზორს, დედაჩემი სადღაც იყო გასული და მე ვიჯექი, იქ მქონდა სადაც ეგ თან იჯდა ხოლმე, იქ მოწყობილი იყო ბავშვების სათამაშო სივრცე, რაც ტელეფონი და ტელევიზორი და სკამი და იქ ვუყურებით ხოლმე ახალ ამბებს და გამოაცხადეს, რომ სტადიონზე მატჩზე მოხდა აფეთქება ჩეჩნეთში და 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩეჩნეთის მოქმედი პრეზიდენტი მაშინ აჰმედ კადიროვი. ეს ამბავი არაერთ მნიშვნელოვნად შეფასდა და არის ძალიან დიდი ეჭვები, რომ კადიროვი სწორედ პუტინმა მოიშორა. კადიროვის მამა. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არის შვილისთვის ეფიცებოდეს ერთგულებას ისეთ ადამიანს, რომელმაც მან ჩვენზე მეტი იცის ხო, რა თქმა უნდა, მამამისის სიკვდილის შესახებ, ხო, სავარაუდოდ. რომელმაც მამამისი მოიშორა, მას მამამისი მოკლა. და შენ მთელი ცხოვრება გრძნობ, რომ ფაქტობრივად იარაღი აქვთ მიდებული შენს თავზე და როდის გამოკრავენ სასახლეც არ იცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი, სიმდიდრეც გაქვს, ძალაუფლებაც გაქვს, მაგრამ იცი, რომ ერთი სასახლეთის მანძილზე არის შენი სიცოცხლე ამ ყველაფრის მიუხედავად. ამქიდან გამომდინარეა, რომ ცდილობს, რომ თავისი შვილები მოარიდოს, ხშირად დადის არაბთა გაერთიანებულ საამიროში, კიდევ უფრო ხშირად მათ უშვებს იქ. რომ იქნებ არ იყვნენ მუდმივად კრემლის თქვა ზემოქმედების და მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის ქვეყანა, სადაც რუსეთის სპეცსამსახურები ვერ შეაღწევს. დასავლეთში ამ კაცს რა თქმა უნდა არ ჩაესრულება არც მის ოჯახს სანქციებიდან გამომდინარე, უკრაინის ომთან დაკავშირებული მისი პოზიციიდან და მისი აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, მისი დანაშაულებიდან გამომდინარე, შესაბამისად აი ესე ცხოვრობს ამ ჩაკეტილ სივრცეში და არ იცის როდის გადაუწყვეტენ ბედს. ნუ ამბობენ ასევე, რომ ამ ხელა სტრესის გადასაყოლად ის ნარკოტიკებსაც მოიხმარს, ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობაზეც აისახება. არ არის დიდი კაცი ასაკით, 50 წლამდე არის, მაგრამ საკმაოდ ხშირად ხდება მისი ჯანმრთელობა უარესდება და ზოგადადაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის მისი მდგომარეობა შესაშური და ეს მინდა რომ იცოდნენ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის ჭყალებში მესვეულებს, რომ ნუ გონიათ, რომ თუ დარჩებიან რუსეთის პირისპირ, რომ მათ ექნებათ რაიმე დოზის თავისუფლება, ის შეხედონ ამ ადამიანს, მის პრობლემებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფრის მიუხედავად. და დაფიქრდნენ თუ უღირთ თუ უნდათ ასეთ იზოლაციაში და აი ესეთ მუდმივ რისკში და საფრთხის ქვეშ ცხოვრებაში იმის გააზრებით, რომ შეიძლება ზოგიერთ მშობელი მოუკლან, ზოგიერთ შვილი, ზოგიერთ თვითონ გამოასალმონ სიცოცხლეს, ან ციხეში როდის უკრავენ თავს რო არ იციან, აი ამ მდგომარეობაში თუ ურჩევნიათ ცხოვრება, დაფიქრდნენ.